ისეთი მომენტი გქონია თოდეს მე რომ შენი თავით რო ხარ დაღლილი. აი რა გულისხმობ იცი? სარკეში რო უყურებ შენ თავს. უყურებ და რო ვერ ხვდები რა გინდა რა. არა რაღაცა კი გინდა, მაგრამ რა გინდა რო ვერ ხვდები. თან აი ბევრი რაღაცა რო გაქვს და აი როგორ თქვა, აი არ ვიცი, თქვენ არ ვიცი ხარ თუ არ ვინმე აქ, მაგრამ მაქსიმალისტები, მაგრამ მე ძალიან მაქსიმალისტი ვარ, ძალიან რაღაცა მიზანს რო დავისახავ, აი ჩაულებრად ვაწვევი, შუბლით, რქებით, რა ვიცი, ყველაფრით, რომ უნდა ეს გავაკეთო, ეს და გავაკეთო და ნუ ვიცი, ჩაციკლა, აკვიატება ბოლომდე და როცა ვხედავ რომ არ გამოდის, ნუ რა თქმა უნდა, მე ნერვები მეშლება, რომ კაი, დავიღალე, თავი დავანებე, სხვა რამეზე გადავედი. სხვა რამეზე რო გადავედი და რაღაცა რო გამომდის, მე ნერვები მეშლება, კაცო, ეს თუ გამომივიდა, ის რატო არ გამომდის? მე დავბრუნდები ისე უკან. მე ისე ვიწყებ, მივედი, ახ, კაცო, არა, კიდე არ გამოდის. კაი, კიდე სხვა რაღაცაზე გადავალ. მე აღმოჩნდა რომ კიდე საერთოდ სხვა რაღაცა გამოდის და ანუ ეს რაღაცა რაც არ გამოდის. ვერ ვეგუები. მე ყოველთვის რატომაც ეგრე მეგონა რომ ეგოისტობა და ზოგადად ეგო არის ძირითადად აი სიჯიუტის ამბავი. თურმე ეგრე არ ყოფილა. თურმე მე რო რაღაცებს ვერ ვეგუები, რომ ვერ ვთმობ, ეგეც ეგოა. თურმე კომფორტის ზონა რო შექმნილი მაქვს, ეგეც ეგოა. თურმე შიშებიც ეგოა. თურმე როცა გაუბედავი ხარ, ეგეც ეგოა და ზედმეტად გაბედული რო ხარ, პირიქით ეგ არ ყოფილა. მე მეგონა პირიქით იყო. თურმე არ არის ეგრე. გაუბედაობა თურმე ეგო. ანუ გაუბედაობა არის კომფორტის ზონა და ეს კომფორტის ზონა ქმნის თვითონ ეგოს. თუ რაღაც აი ხო ხვდებით რა. ძალიან რთულია ეს ადამიანობა. ძალიან. ნეტა შემდეგ ცხოვრებაში რა ცხოველი ვიქნები. არა დაბარებულება კი რემი უნდა ვიყო, მაგრამ აი ნეტა წინაშე რა ვიყავი, ალბათ ადამიანი ვიყავი. ეთყობა რამდენჯერმე დავიწყდი ადამიანად, რაღაცისთვის უნდა მივახცია, ვერ მივახცია და მე სხვადასხვა სხეულებში გადავედი. ხო, ეს რეინკარნაციის თეორია, რომელსაც მე ძალიან ვჯერა. რა თქმა უნდა, ამას არ ვამტკიცებ, არც ვაპირებ. უბრალოდ ჩემი პირადი წარმოდგენა სამყაროზე და ძალიან მომწონს ეს წარმოდგენა და არ ვაპირებ რომ ვინმეს თავზე მოვახვიო ან ვინმეს გამო შევცვალო. უბრალოდ ეხლა რომ დავფიქრდი, თურმე ძალიან ვერ ვეგუები რაღაცებს, რაც არ გამოდის. აი წარმოიდგინე დიდხანს რო იბრძვი, თან სულ შენ რო ბრძოლობ და მე აღმოაჩენ რომ თურმე ყველაფერში არ უნდა